საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა და თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ ყველაზე მხიარულ გადაცემას ანეკდოტების შოუ მე პაატა გულიაშვილი გახლავართ და დღესაც ჩემმა უძვირფასესმა გუნდის წევრებმა გადაცემის პროდიუსერებმა შეარჩიეს ორი ძალიან კარგი სტუმარი და მინდა რომ წარმოგიდგინოთ მეგობრები პირველ რიგში საბა საფარელი და იურიკა ლომინაძე იგივე მაესტრო საბა საფარელი იგივე შლიაპა და იურიკა ლომინაძე იგივე მაესტრო ქუთათურები არიან ანუ მათთვის გასაგებ ენაზე რომ თქვა ქუთათურები არიან დღეს პრემიერა ექნებათ რადგან ახალი სიმღერა უკვე ჩაწერეს. მათენაზე კი სიმღერა უკვე ჩაწერენყენ. საბას გიტარა და ცილინდრი. ანუ შლაპა უყავს. გიტარაზე კარგად უკრავს. ცილინდრზე კი ჯერ ვერ ახერხებს. იურიკას არ უყვარს, როცა იურას ეძახიან. ასე ამბობს, ჯერ არ ვაპირებ კოსმოსში გაფრენას. მე ქუთათურებზე საუბარი არ მომწყინდება არასოდეს, მაგრამ ბიჭები ელოდებიან ეკრანზე გამოსვლას. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ და დანარჩენი თვითონ იცით. მოგესალმები. ქუთაისიდან სიყვარული ჩამოგიტანეთ. შეგენაცვალე, დავბრძანდით, მოგესალმებით მაესტრო, გენაცვალე. როგორ ბრძანდებით? მადლობა. არა მიშავს. ბედნიერები ვართ დღეს, თქვენ შოუში რომ ვართ. შემოგევლე. ანეკდოტების შოუში და ძალიან მაგარი ანეკდოტი მოგიყვანეთ აგერ. ამის ფეხსაცმელში. კარგია, ქუთაისელები ყოველთვის გამოირჩევიან მაგარი იუმორით და კარგია რომ თქვენ თავად გაამახვილეთ ყურადღება, თორე პირდაპირ თვალებში მეცა თავისთავად და ნუ მოდი ახლა პირველ რიგში ვიტყვი რომ მკეთილი იყოს თქვენი ფეხები და თქვენი ფეხსაცმელები ჩვენს გადაცემაში და იმედია რომ ხიარულება შემოიტანთ. დარწმუნებული ვარ ამაში. აუცილებლად. ბიჭებო, მითხარით ახლა რა ხდება, მეგობრები რო ხართ, ვიცით. მე ვიცი რომ თქვენ მაესტრო ხართ, ჩემო ძვირფასო და ვიცი რომ მაესტროთი უნდა მოგმართოთ. იმიჯია ასეთი. ერთი რაღაც მინდა ვთქვა. დიახ. მაესტრო ეს ფეხბურთსაც თამაშობდი. დიახ. თან ვღეროდი და დიდ მაესტროებს არ ვედრები. უბრალოდ ეგ ანუ ესე იგი თქვენ თამაშობდით ფეხბურთს, შემდეგ დაამთავრეთ კარიერა და დაიწყეთ სიმღერა. მაგრამ ფეხბურთის თამაშის დროსაც პარალელურად ვღეროდი. ძალიან კარგი. ანუ შეიძლება ითქვას რომ ბავშვობიდან მღერი. კი ბატონო. მახსენდება მე ძალიან ესეთი მომღერალი თუ არ ვწდები ეგლესიასი რომელიც ფეხბურთს თამაშობდა და შემდეგ ძალიან დიდი კარიერა გააკეთა სიმღერაში და გისმენთ წარმატებას თქვენს ასევე რომ ასე დარჩეთ საქართველოს მინიმუმ ისტორიაში. დიდი მადლობა. ახლა რაც შეეხება ამ უცნაურ ადამიანს მინდა თქვენს ფეხბურთს თამაშობდი? არა, მე ბურთზე ფეხი არა მაქვს დანარტყამი ეზოშიც კი. მართლა. არა, იმიტომ რომ ეს თუ ბავშვობიდან გაწვია თქვენ ამი ჩვენი თამაშები ფეხბურთი. რატო არ გიყვარდა მე და ფეხბურთი ვერ მეგობრობთ. აბა რა სპორტი გიყვარდათ ბავშვობიდან? ვერ ვიტყვი მაგას. რატო? რაღაც ისეთი სპორტიც არცემობს, რომელიც შეიძლება რომ არ ვეთქვა. მაესტრო, შენ იტყვი ალბათ. რა აქვს შემთთვის ნათქვამი? მეო ძამიო ფეხბურთს არ ვთამაშობდიო ბავშვობაშიო. ეზოშიო ყველა დარბადაო, მე კონცერტებს ვაწყობდი. ამით იყო ბავშვობიდან დაკავებული. ანუ სპორტზე არ გვიმხელ საიდუმლო. სხვათა შორის სირბილში არ მიჭირს და სირბილში კომანდოში ვარ ნამყოფი და პირველი ადგილიც მაქვს აღებული 34 ჯარისკაცში. ეთყობა ესენი გახდილი ქონდა. ეს ხო იცი ეს როგორ არის?
მხოლოდ იმიტომ რომ თქვენმა მეგობარმა დაიწყო ამაზე და ეხლა იუმორისტულ გადაცემაში ვართ არ მიწყინოთ ქუთაისელებმა გულში ჩადება იციან. არა. ან ბასრი ხო არ არის ექსილიაპა უცებ არ გამომიქანო. კარგი, გასაგებია რომ იმიჯია თქვენი ასე ვთქვათ შემოქმედებითი მე მაინტერესებს თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ასე თუ ვინმე დიზაინერი ყავთ. მე მეტსაც გეტყვი, მე შლიაპით დავიბადე. ანუ როდესაც ბოლო დროს ხშირად აკეთებენ ხოლმე შედარებას რომ აი ძალიან გავს გოჩა ჩერტკოვის და რაღაც და გოჩა თვალით არ ყავდა. შორის ძალიან. ნანახი არ მყავდა არასოდეს რომ მე სულ ასეთი ვიყავი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უცბად მეთქი საიდან და აი გამახსენეთ და ხო არ ცეკვავთ. ცოტას. თუ დამიძახებს ნოევი ცეკვები და ურიგოთ არ გამომივა. ხო არა? კარგი, წარმატებები თქვენ საიდან ესე იგი გავიგე რომ კონცერტებს მართავდით უბანში გისმენდათ მაყურებელი ალბათ ჩვენი ბავშვობის ნაწილია 10 კაპიკიანი ბილეთები იყო მე კიდე გაცილებით უფრო ადრე მქონდა ბავშვობა თქვენ დროს ალბათ თეთრები იყო ხო? თეთრები იყო. და ესე ადიელებს გავაფარებდით ხოლმე ჩვენ ბავშვობაშიც იყო ასეთი და მე ძირითადად წარმოდგენებით შემოვიფარგლებოდი ხოლმე თუმცა ფეხბურთს მე ვთამაშობდი. იცი სათამაშობდი? კახეთის თელავი დუბლებში ვიყავი 2 ნომერზე მაგრამ ძირითადად ჩემი მხრიდან გადიოდა საშუალოდ 20-25 გოლი დაცვა მოგეხსენებათ თქვენ არა თქვენ 2 ნომერი და შესაბამისად გადავწყვიტე რომ მარცხენამცველი გამენებებინა თავი მთელი უბანი თამაშობდა ბიჭების და მაშინ ისეთი დრო იყო არ წავდა გუნდი ისეთი ნორმალური ამიტომ მომიწია იქ თამაში. მაგრამ მაინც დაუბრუნდი იმ ჩემ პროფესიას, ეს ჩემი ამბავი და იცის მაყურებელმა, მაგრამ თქვენ რატომ შეხვდით ერთმანეთს და სად შეხვდით? რომ დაიწყეთ ერთად ჩაწერას. შენ გამოგდის ეგ მოყევი თუ არა? ეს ისტორია 6 წლის წინ განვითარდა, როდესაც მე ვუკრავდი მარჯანიშვილის მეტროს წინ. ამ ფეხსაცმელები. ოდნავ უარესით. რა კაი ადამიანია. თავის თავზე რო გადაობს მომწონს რა. თვით ირონია არის ძალიან მაგარი რამ და მაგარი და ეს ძალიან დიდი ნიჭია მაესტროს ბათაშურის რა. მაესტრომ გამოიარა და მითხარ რომ ერთი სიმღერა მომღერეო, ჩიორა ჩიტო იმღერე მგონი ხო? კი. და იმღერა ძალიან მაგრა. მომისმე ქუჩაში შენ უკრავ. მოდის მაესტრო, არ ეცნობთ ერთმანეთს და გეუბნება შეიძლება ჩემთან და მთხოვა რომ ეს სიმღერა მომღერეო თუ შეგიძლიაო და ისე შევეწყეთ ძალიან ნიჭიერად. ანუ არ გქონდა იმის პრობლემა რომ ან რეპეტიციის გავლა მოგუდულში აპარატურის გარეშე და მე მემღერებინა საჯაროდ ჩვეულებრივად ძალიან მარტივად და მომხიბლა ძალიან იმან რომ ძალიან ენერგიული შემსრულებელია. აი მოაქვს რასაც ქვია რა. კი ბატონო, კი ბატონო. ვაიბი როგორ ეწახიან დრაი. თქვენც ქუთაისელი ხართ ხო? არა. თქვენ საიდან? მე გურული ფოთელი ვარ. აჰა, ფოთელი. უფრო მეტად ბეგრელები ცხოვრობენ, მაგრამ ხო, გავიგე. კარგი. ქუთაისე ვიცი რომ იუმორი ყელამდე, ჩემო ბატონო და მეტიც. საყული ამბებიც ბევრი. და არც ფოთში არ არის ნაკლები იუმორი. არ არის. იმედი მაქვს რომ დღევანდელი გადაცემა კარგი გამოვა. მე ახლა უბრალოდ ჩემ მაყურებელს და თქვენ შეგახსენებთ წესებს. გვაქვს დღევანდელი გადაცემის თემები: გურულები, ოჯახი, ნადირობა, სვანები. კახელები, მოგზაურობა, თბილისური მეგრელები და იმერლები. ჩვენ გვაქვს 3 რაუნდი. ars დევს ახლა ჩვენი ახალი ტექნოლოგიურად მიყვავს ახლა ეს გადაცემა ასე არ არის პლანშეტი. მოდი თქვენ დაიწყეთ მაესტრო, გაუსმევთ ამას ხელს და რომელი თემაც ამოვა, იმ თემაზე უნდა მოყვეთ ანეკდოტი ან ისტორია და დარწმუნებული ვარ და გაიჟღერა კიდევაც რომ კარგი ისტორიები გვაქვსა და პირველი რაუნდი არის 50 ლარი ჩვენ მოძირფასებო, მეორე არის 100 ლარი და მესამე არის 200 ლარი. ნუ წარმატებას გისურვებთ მოგზაურობა. ეს კაცი არის ჩემი მწამებელი, გარდა იმისა რომ ჩემთან მღერო და ამდენი წელი და ძმაკაცობთ და ოჯახებით, ჩემი ოჯახის წევრია მაესტრო. კი ბატონო. ჩემი პირველი მწვალებელია. სწორედაც ათენში ამან გამიშრო სისხლი, ჯერ ღატუნით.
ანუ ერთი მაკავებდა და ეს საქმეს აკეთებდა. ანუ დაგიწედა და ეს გიღარდა. კი და ანუ ეს ხო რაღაც კონდიციის იქით უკვე აღარ შეგიძლია გირს გავხარ ადამიანი, ეგ ერთი და მეორე, ყველა მოსული SMS-ის მერე ტელეფონს მართმევდა ხელიდან. ხო. აუცილებლად ძალიან აინტერესებს რას მწერენ, რას მწერ. და ეს ტელეფონის გამოგლეჯვები, აი მოკლედ არ ვიცი რა, ეს ადამიანი არის ჩემი მწამებელი. დაამთავრეთ ესე იგი. ერთხელ იყო რომ მივდიოდი ღამით, მოკლედ თალხმდი ერთ გოგოსთან უნდა გავძვრე და აჰა. სად მიდიხარ რომ წაბაკითხე SMS-იო? სად მიდიხარ გინდა თუ არა, ესე იგი არ ვიცი რა. და SMS-ი არ იყო, მან თუ კიდევ ცლად მოყვები უფრო და ნახა მე რაც. ოხე. ესე იგი ღამე მოვიდა SMS-ი და არის ესეთი ისა შუშიანი კარი როა რა. ოღონდ ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ რაღაცა ლანდი ჩანს და გავხედე ესე იქნევს ამ იმას შარვალს ესე ერთ ფეხი აწეული რაღაცა აერში იწვამს. ყველაფერს და გამოდის ეხა მოგეხსენებათ გულაობდი ბევრს იქ ათეში იმ პერიოდში რო ვიყავი და გამოდის დღე არ ჩაგიგდია. ჩემი დროც დადგავინცახეს ესე გადაჭესალა ჩემი დროც დაგაიგნა გამბარტო რატო? იმიტომ რომ უმეტესად მწერდნენ ძალიან ასაკოვანი ქალები. აი არ მინდოდა რა. ბექა მიზის პირდაპირ და ეგ იყო ცინკი. ბექასთვის უკვე რა ჩვენს ენაზე რო ვთქვა და შევარდით და დავიწყეთ ამის წამება. ჯერ ეშარვალი გავაძრეთ. მერე დავიწყეთ. სად მიდიხარ გვაჩვენე? სად მიდიხარ გვაჩვენე? ხო და ერთი ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ზუსტად, აი იმენა ზუსტად. ნახევარი საათის შემდეგ გავიდა სახლიდან და იდიოტები ხართ, კვერცხები ხართ დაგვიწყდა. მომისმინე და იქ როგორ ჩაიარა ამბო. სადაც წახო. სადაც წავედ. ისინი არ მოყვებთ ყველაფერი კარგად. იქ არ ვიყავი ასაკოვან ქალთან, ყველაფერი იყო კარგად. კარგი, გაუშვი ხელი ხა შენ. ნახოთ შენი ამბავი, გაიქნება. საინტერესო ადამიანები ხართ, არ დაგიმალავთ. მაინტერესებს ნადირობა რო ამოვიდეს იქ რას მოყვებით. გაგინდა ყარები ხარ ყველას რეჟისორებს გიждდება აგე ნიკოლოზი მეუნება რომ კარგი ბები ამყავსო ასაკოვანი. ეს ჩემი ძმაკაცების საყვარელი. ჩემი ძმაკაცების საყვარელი საღადაო თემა არის, მე რომ უმეტესად მიკომენტარებენ ძალიან ასაკოვანი ქალები, ძალიან ასაკოვნები მწერენ, ვუყვარვარ ბევრს. კარგი, აბა მოყევი იმერლები. ჯერ პირველ არ დაიწყო ხა იმერელი მემერი ქალი მოკაცო, იმერელი მოხუცი ქალი. ჯერ უპირველესად გეტყვით რომ ვარ იმერლის შვილი. და ბავშვობიდან სისხლს უშრობდი დედას სიმღერით, ეს თუ თავისი სიცელქით, რასაც მე მოყვება ვიცი. მე სიმღერით, იმიტომ რომ განსაკუთრებით მიყვარდა ვიტასი. გაწამებული მყავდა დედა და დედა ჩემი მწყემლი და ბოლოს უკვე აღარ შეეძლო. დამასვენე, გაგასვენე. ხო და მე სამოვიდგინე რა კარგად უღეროდა. მაგას მეტყოდა. არა, ნუ აქ რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი მიზეზი, იმიტომ რომ დედა მუშაობდა საბავშვო ბაღში და ამ ბავშვების ხმაურით დაღლილი, კიდე ჩემი ეს ცივილკივილი აღარ უნდა. დედმამიშვილი ყავს? კი. და ძმა. მაგას მე მოგიყვებით საინტერესო ისტორია. და ძმა და ღერის დაიკოც? არა. ხო და მე რაც დედამ დამწყევლა დღეს მთელი ქუთაისი მლოცავს. ანუ მე ჩემი არ დავიშალე რა თქმა უნდა. იცი რა ჟანრობრივად რას მღერით? თუ სულ ერთია. აი თუ ქალაქსაც გააჩნია თბილისში სხვა უყვარ. ქალაქური სიმღერა და პოპი. ეს არის ჩემი ჟანრები. კი ბატონო. მე ვერ ვიტყვი რომ ეხა ეკაკვალიაშვილივით 4-5 ჟანრს მღერი წარმატებულად. პოპი და ქალაქური სიმღერა. კი ბატონო. აბა იმერლებზე მომიყევი. ესე იგი რადგან იმერელი მაინც ისე გემრიელი იმერულ ამბავს არ გვიყვება რაღაცას ქუთაისურ ამბავში რამდენად ეგუებოდნენ ქუთაისელები შენ ასეთ
ვიზუალს. აი სასწაული ეგ არის რომ მე არასოდეს პრობლემა არ მქონია. აი პრობლემა ეხლა პრობლემაში გეტყვი არა გეტყვი გასკულის. ჯვარი გვეწერიოს და ვითომ დაიფოს. მე ვიძახი მაინც ქუთაისელებს თქვი მათი. არ უკბენიათ, აი მაგას გეუბნები, არ მახსოვს რომ ოდეს მე ვინმე ჩემი იმიჯისთვის რაღაცა ესე შეერჭო, უხეშად რო ვთქვათ, ან მაგალითად უხამს მზერით ვიღაცას მზერით ეგრძნობინებინა რომ რა გაცვია. ისე შენი ყველაზე საყვარელი სიმღერა და პოპულარული რამც გაგხარ და რომელი სიმღერაა? ატმის ხეები რომ იყვავილებს, რომელსაც აქვს 32 მილიონი ნახვა. 32 მილიონი ნახვა? მოდი ახლა ერთ სიმღერა მე მგონი რაღაც ხასიათი არ არის ჩვენი მეგობარი რომ გაიხსნას და ერთი სიმღერა შევუასრულოთ და მე დავბრუნდეთ და მე თქვენ იმერლებზე გაქვთ მოსაყოლი ან თქვენც რამე გაგახსენდებათ. კარგი მოусმინოთ ქუჩის მუსიკოსებს, ბიჭებს, კარგი ბიჭებს. Talgebtan khris Lepereba glavat tavs mi khris Sagamo am twaris adamzis Isev tsefris umili modis Samba mein tsautaria Samba mein jadokaria Samba street mitzada sulia Samba twiton siguarulia Modi chem tal momkhie kheli Kmara dardi dril pasogeli Bidino davitse boter kadi khas Kargosana marda viglebi Poswela visati khwaruni sur Damo bih poswela serta drogo chenchen guf Plavda vitem samba servas da singera Chuen gulevshi se vikneba Samba mein tsautaria Samba mein jadokaria Mitzada sulia Samba twiton siguarulia Samba mein tsautaria Samba mein tsautaria Samba mein jadokaria Samba mitzada sulia Samba twiton siguarulia Samba mein tsautaria Samba mein jadokaria Samba mitzada sulia Samba twiton siguarulia დავბრუნდით არაჩვეულებრივია ნამდვილად ახლა ამტკიცეთ რომ ტანდემი შემდგარია სამბას რიტმები ყოველთვის გაცეკვებს ადამიანს და კარგია იმერლებზე მინდა რა გითხრა გააგრძელო მაგრამ ამ ატმის ამბავმა როგორ ქვია რა თქვი ატმის ხეები რომ იყვავილებს აი ამ სიმღერამ ცოტა დამაინტრიგა იმიტომ რომ თან მახსენდება თან არა მაგრამ ამ ბლოკის მერე რომ ერთი ჩემი ხათრით რო შეგვისრულოთ შეიძლება, ხო? აუცილებლად შეიძლება. კარგი, მაშინ მოყვეს იმერლებზე თუ 50 ლარიანი არის, ხა ეს რაუნდი თუ თქვენ რამეს მოყვებით? იმერლებზე ჩამაკვეხებია სიტყვა. მე ჩაგაკვეხებინოთ, არ ყვები. მოკლედ შესული ვარ, ნუ იმდენად რამდენადაც მე არა ვარ სელებრიტი და მე ვარ ქუჩის მუსიკოსი, შესული ვარ ძალიან ღარიბულ საცხობში. სადაც იქვე შეგიძლია რომ დაჯდე და იქვე მიირთვა. და მოკლედ შემოსული არის ერთი ქალბატონი, რომელიც მეურადებში ვაჭრობს იქვე ახლოს და ძირითადად ის ადამიანები პურდებიან მანდ, როგორც მივხვდი. შესვენებაზე. ხო და ნუ უყურებს ახლა გადახედა იმას ერთს მეორეს იქით იმერული ხაჭაპურის სურნელი ამოდის აქეთ ეს ლობიანმა თვალი ჩაუკრა და ლობიანს უყურებს და
დეინახე გო როგორ დაუფასებია ლობიანს თავი. ასი არ მოეწონა. კარგია, კარგი. სხვათა შორის ეგეთ ამბებში მაგარია პურის ჭამა ასე ვთქვათ. მეც ძალიან მიყვარს. დასნიშნავს celebrity. ეგ რამდენიმე შეიძლება ადამიანია რომ გონია რომ იქ რო შევა რაღაცას ნიშნავს. აი მეცაც გეტყვი პატა არის. იმიანი არ იყოს, ჩემი სცენარისტების არ იყოს, მიხოდა მაროში. ის ძეხვი მინდაო, შიგნით თეთრები რო აქო, დაჭრილი ხახვი, პამიდორი, კაი ჭაჭა, კაი მოხუცი პაპასთან ერთად. რაჯობია იქ იმა, ეგ არის კარგი და ეს. ეხლა მე აქ არ მინდა სევდიანის სპიჩები და რაღაც, მაგრამ უცებ გეტყვი მოკლედ რომ არიან რომ არც გესალმებიან. არა და ერთ კონცერტზე რო ერთად გამოსულ ხარ, საახალწლო კონცერტზე ვარ გამოსული მაგათთან ერთად თბილისშიც და სამტრედიაშიც, რომელსაც ყოველწლიურად ჩუქნის სამტრედიელებს ქალაქის მერი. კი ბატონო, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია. მოგესალმოს, იმის შანსსაც არ გაძლევს, რომ შენ მიესალმო თუნდაც. ესეთი შემთხვევებიც არის ხომ? ხო, იცი რა, გული არ უნდა და არა უშავს. დამიჯერე. ცხოვრება კიბეა და კიბეზე გამახსენდა. ეს 100 საფეხურიანი კიბე ხო თემაა ქუთაისში, დღემდე ხოცავენ ერთმანეთს ადამიანები, რომ 99 საფეხურია 100 თუ 101. ხო არ დაითვალე. რატო გიყვებით? 2 ის არის მოკლედ. საძიძგნი თემა 100 საფეხურიანი კიბე და 100 ფეხსაცმელი მაქვს თუ 101. მოკლედ ფოტო დავდე. არასოდეს აზრად არ მომსვლე რომ ჩემი ფეხსაცმელების რაოდენობა დამეთვალა და კომენტარებში დაიწყეს ხოცვა ორმა ქალბატონმა ერთმანეთის რომ არაო, კარგად დავითვალეო და 100-ო, მეორე უბნება 101-ო. გოგო, ტვინიო წამლებით მიჭირავს ეს უწერს მეორე ოპონენტი. და ფსიქოტროპულებზე ვზივა რომ გადი ეხლა სანამ მოალი პატრონი. კარგად დავითვალე და 101-აო. მართლა რამდენია ხო არავინ დათვალე? არ დამითვლია ნამდვილად. იმის მერე კიდე ძალიან ბევრი შეგვიძლია. ანუ აღმოჩნდა ამასობაში გავიგეთ რომ ფეხსაცმელების კოლექციაც გაქვს. უნებლიეთ შეიქმნა, ალბათ შეგროვდა, იმიტომ რომ როგორც ყველა ქუთაისელს, მე ქუთაისელი არ ვარ მთლად 4 წელია რაც გადავედი ქუთაისში, მაგრამ მიყვარს. საიდან ხარ აბა? ახალციხელი. ჩემი ამდენი ხანი გეგონე ქუთაისელი. აბსოლუტამდე მე მგონია რომ ქუთაისელი და ახალციხეო საერთოდ არ გიხსენებია. ეგ უფრო მნიშვნელოვანია სიმართლე გითხრათ ჩემთვის რომ არა ქუთაისელი, ქუთაისმა მე ასეთი დიდი სიყვარულით მიმიღო. კენაცვალე. შიგ ახალციხეში ხარ დაბადებული? დიდებულ მესხეთში. კი ბატონო, არაჩვეულებრივი თეატრი აქვს და ძალიან დიდი მნიშვნელობის მაგ მხარეში. ძალიან მეხარდა რო ახსენე, იმიტომ რომ როდესაც ახალციხეზე მასაუბრებენ, პირველი რასაც აღნიშნავ ხოლმე მესხეთის თეატრი, რომელსაც სულ აქვს პრემიერები, სულ აქვს წარმატებული გამოსვლები და ძალიან ძლიერი თეატრი ნამდვილად. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ჩემი და საოცარი დასი. ყველა, მაგრამ დიდ დამსახურება ქალბატონ ლიასის თეატრი რო არის დღემდე. მოვიკითხავ ქალბატონ ლიას სულუაშვილი. მოვიკითხავ, მოყევი რა, არ ვიცი, მესხეთს აღარ ვიცი, რაზეც გინდა თუ ფოთზე მოყევი თუ გინდა. არა, იმერლები გვაქვს თემაში. მოკლედ იმერელი ურევია ამ ანეკდოტში და მაგიტო მიუსადაგებ ამ თემას. კი ბატონო. ანეკდოტია. გურულს, მეგრელს და იმერელს ეკითხებიან ჭამიში მესხიც. მესხს 4-ვეს ეკითხებიან რა უფრო ადრე იყო საუბარიო თუ სინათლეო? ეხლა იმერელმა უპასუხა საუბარი უფრო ადრე იყო. გადავიდნენ შემდეგ კითხვით მეგრელთან და მესხთან, ორივესთან. ამათ ეკითხებიან რა უფრო ადრე იყო სინათლე თუ საუბარიო? ამათმა ადგინდა სინათლეო უპასუხა. მოვიდა აბდალი გურულის დრო. და რა უფრო ადრე იყო იგივე კითხვით გადავიდნენ გურულთანაც და რაწიო პასუხობს ეს გურული რა. ხოდა ეს საერთოდ არ იყო კითხვაშიო და საინდასა დაგებადაო და რაო, ძამაო და ამასინათო სახშიო რო შევედიო, ვერც ხმის ამოღება მოვასწარე და ვერც ინანის სათება ისე ჩ***იო. კარგი, მშვენიერი, პირველი რაუნდისთვის გადასარევია მაესტრო 50 ლარი
თქვენ გადმოგეცემათ პირველ რაუნდში. დიდი მადლობა. მეორე რაუნდია და მოდი დაიწყეთ თქვენ, ნახოთ თქვენი გაუშვით ხელი და ნახოთ მეორე რაუნდის ასე ვთქვათ თემა რა იქნება და გადავიდეთ შემდეგ კარგი ისტორიებზე ან ანეკდოტებზე. ოჯახი. დედაზე მოყევი და დაზე შეგეკითხე და მე მოვყვებიო და უნებლიეთ შევჩერდები დაზე. აბა საინტერესო. ნუ მამასაც ჩავაკვეხებ აუცილებლად. კი ბატონო. მოკლედ პირველი სეზონი როდესაც დაიწყო მხოლოდ ქართულის სატელევიზიო სასიმღერო კონკურსის საკუთარი სურვილით წავედი და შევასრულე სიმღერა და არ იყო არანაირი გამოხმაურება არავინ არ დამიძახა. პრეკასტინგიც ვერ გადავლახე და უკვე მეორე წელი რო დადგა ჩემთან უკვე გარკვეული მოსული იყო. ხმაური ხო და თვითონ დამიკავშირდნენ და რა თქმა უნდა ეხლა ბუნებრივია პირველი ვისაც ჩვენთვის მნიშვნელოვან ამბავს ვუზიარებთ და ვამცნობთ ეს არის ჩვენი ოჯახის წევრი და ძმამიშვილი და ჩემს დას ვუთხარი რომ მეთქი მხოლოდ ქართული მეძახის მეთქი. როგორ მოვიქცე მეთქი და აუცილებლად წადიო იქნებ შენთვის შანსი იყოსო და უკვე ახლოვდება ეს დღე. და კარგად იცით იქ რა დღეში ყრიდნენ კონკურსანტებს. ჩემი დისკან მომდის SMS-ი. მოდიო რაკენი ეციო ნევროზალი შეიძინეო. რა? ნევროზალი შეიძინეო. ისი არ წახვიდეო და სანამ შეხვალო ორჯერ მაინც მოასწარი დალევაო. ახლა ვფიქრობ რომ თუ კარგად მღერი თუ ჩემი შეერა ნევროზალი რატომ უნდა ვიხიტო. მეთქი რაღაცა ხდება არ არის ეს ნორმალური ამბავი. მართლაც მოხდა ისე რომ ველოსიპედის ძეგლიდან იყო გასვლა მან მოხდა შეკრება დილის 8:30-ზე ესეც ბრძანდებოდა ჩემთან ერთად და კიდე სამ მომღერალს უწევდი აკომპანირებას და წარმოიდგინე ნერვიულობა სამი შემსრულებლისთვის რომლებიც შენი მეგობრები არიან პლუს შენთვის და ამ ხელა გზა გავიარეთ იქ ემოციური გადაღლა დაძაბულობა მომშივდა, იმიტომ რომ ერთ დღეში ესე იგი ფაქტობრივად ქმნიდნენ იმის შთაბეჭდილებას, რომ 3 დღე იყო, 3 გადასაღები დღე და შესაბამისად ქალბატონი მარინა და სოფო იცვლიდნენ. ახალი ვარცხნილობა, ახალი გრიმი, ახალი ჩაცმულობა და ამას მიქონდა დრო და ასე მოვიდა 11:30 საღამოს 11:30-ია უკვე, როდესაც მე უკვე უნდა შევიდე და ვიმღერო და უნდა მემღერა ცაბაძის გემი. ხო და რაღაცა საწოდავი 12 ლარი მეგდო ჯიბეში ხაჭაპურიც არ მომივიდა, ანუ ეს იმართებოდა ამბასადორში წაგვიყვანეს კაჭრე. ხაჭაპურიც არ მომივიდა. ყველაზე იაფი რაც ღირდა ისიც არ მომივიდა დამაკლდა თანხა და თელი დღის მშიერი თან ვითომ კარგად ხარ, ხო იცი ხა რო შედიხარ გადაცემაში სახეზე ხوار უნდა გეწეროს რას გძმა. ჩია. საერთოდ არ გიყერება გშია ნანერვიულები დაღლილი და ნერვოზალის დალევა მოვასწარი 4ჯერ. ორის და ცოტა მაყანყალებს უკვე, იმიტომ ეს ხვადუნებს. ხო და უკვე სანამ შევიდოდი უშუალოდ იქ ჟიურთან ესეთი პატარა მაგიდის ქვეშ დავინახე რომ კონიაკი აგდია ბოთლით და აი ამ ხელაზე იქნებოდა შიგნით და ისიც ჩავიცალე ზედ დავამატე და რო შევედი ახლა ჩანაწერს უყურებ ჩვეულებრივად არაადეკვატური ვიყავი. იმიტომ გადავდის ღიმილის სახეს და რატო ვიღიმი, რატო არ ასე ძალიან ბედნიერი არ ვიცი. და ის ვინც მითხრა რომ მე ამ კაცს ვიცნობ, თურმე ჩემი გამომწერი იყო იმ მომენტისთვის ბატონი გიორგი უშიკიშვილი და ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევაო, ყველა კუთხეში დაყავსო თავის მეგობარი მომღერლები და მღერიან მხოლოდ ქართულ სიმღერებსო. სოფომ მე მომწონსო და რა ვქნაო, რატომღაც მომწონს, ვარა და არასაკონკურსოა. ანუ ვინც შემაქო იმათ არც მადლობა უთხარი. არც სითბო გამოვხატე და მარინამ რომელმაც გამასწორა მიწასთან. ვერაფრით კარგს ვერ გეტყვიო მეუბნება. გაკოცებთ მეთქი რა. სიამოვნებით. წავედი ესე ხელები გაშლილი და გადავეხვიე ქალბატონ მარინას. ანუ ნუ დალევთ ნერვოზას. არაადეკვატური გაიჩიტებით შეულებრივია. გადახვედი მე ბოლო-ბოლო. ყველაზე სასაცილო ამ ისტორიაში ის არის რომ გადავედი. კარგი. ოჯახი და ამ რაუნდის მერე მღერი ატამზე. ატმის ხეები რომ იყვავ. ატმის ხეები რომ აყვავდი. სხვათა შორის კახელია ამ სიმღერის ავტორი. ვინ? ვინმე კუკუნაშვილი. ბატონო? კუკუნაშვილი. ჩვენი მეგობარი, კაცი. დიახ, დიდებული კაცი. გადასარევი კაცი. მოკითხვა. კაკო ბატონი. მადლობა ამ საოცარი სიმღერის. კაკო კუკუნაშვილი. დიახ. ვიცნობ
პური გავიტეხია მასთან ერთად ჩემი ძვირფასი მამის მეგობარი იყო და ჩემთანაც მეგობრობს და მოვიკითხავ ნიჭიერი ადამიანი და სხვათა შორის მეზობელია ჩემი ერთი იმიტომ გეცნობა ეს სიმღერა, იმიტომ. ხო, ეს გამახსენდა კი ბატონო და YouTube-ზეც მისი ნამღერიც უნდა იყოს. და ყველას უყვარს ძალიან მისი შესრულებული ეს სიმღერა. აბა, მიდი. ესე იგი, ორი ადამიანი, ეს არის რეალური ისტორია ქუჩის მუსიკოსებზე, სადღაც 2000-იან წლებში. დია? ორი მუსიკოსი, სულხანი და გიორგი, ესე ვთქვათ სახელები. ორი მუსიკოსი უკრავდა პაძემკაში. ერთი იყო, ორივე იყვნენ თბილისელები. ერთ სახლი არ ქონდა, მეორე სახლი ქონდა. მოკლედ, დაკვირას რომ მორჩნენ ერთ დღესაც, სულხანიმ შესთავაზა, რომ ჩემთანო წამოდიო სახლშიო, მოწესრიგდიო, გამიგე? მოწესრიგდიო და დაისვენეო იმ დღესო, ჩემ სახლშიო და მეორე დღეს ისევ გავიდეთ და დაუკრათ. ხომ მოგეხსენებათ 2000-იან წლებში ახლა ტელევიზორი როგორი ამბავი იყო, ბევრს არ ქონდა და ყველა ამბებს, ახალ ამბებს იყო თუ რა იყო, ყველაფერს ტელევიზორში ხედავდნენ. ინტერნეტი არ ძვინვარებდა, ასე ვთქვათ. და ისე მოხდა, რომ ეს გიორგი რო სულხანიმ წაიყვანა, ესე ტელევიზორთან ჩაეძინა. ტელევიზორის ყურებაში ჩაეძინა და მეორე დღე როცა გათენდა და დასაკრავად წავიდნენ, სახლიდან რომ გამოვიდნენ, მაგ დროს არა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდნენ და ეს ბიჭი სულხანი ცოტა იმნაირი საუბარია, გარდა ჯარგამოვლილი და ცოტა ზავაშკაცი და ესე ერთი 5 მეტრის დაშორებით იქ იდგას და ესე მოკიდებული აქვს ავტობუსზე ხელი და ეუბნება გიორგი ხო სულხან აქინეს პასუხობს ეს ცოტა ბოხი ხმარ რატომ არ დაიბანე რატომ არ ჩაიბანე ავტობუსი არის გაჭედილი ძალიან ბევრი ხალხია და ამან იმოსგან მეთქი ამას ისეთი საუბარი აქვს იმნაირი არ ვეგონო და ერთი ორი გაჭერებით ადრე ჩავალო რა და ავტობუსი ორი გაჭერებით ადრე ჩადის ესე ავტობუსიდან და მიაზახა ამ სულხანის რომ იმ ბიჭებსო გადაეციო დედას რო დაბრუნდებიო რა მიაზახა და ეს აქინა პასუხობს რა ბიჭები რის ბიჭები რა ბიჭები რის ბიჭები პასუხობს აქინა აბა ეს დებილი თბილისელი შენი ეკრე იყო ეგის რა ბიჭები რის ბიჭები კარგი გასაგებია მშვენიერი ეხლა თქვენ უნდა აიღოთ ეს ხო ესე არის ყველაფერი მეშლება ჩემი დრო არის გაუსვათ ვთხოვ ყველას ვისაც შეიძლება ვთხოვო რომ კახელები არ ამოვიდეს თბილისური აი ეს უნდა მოგეყოლოთ თბილისურზეც მაქვს გაქვს აბამით მოკლედ საბა ყოველთვის გამოირჩევა ახლა თქვენ თვითონ შეამჩოდით ამის ფეხსაცმელებს ასეთივე შავლებიაცვია რაზომის ფეხსაცმელიც აცვია წარმოგიდგენთ შარვალი რომ ოღონდ კაბა ანაფორა კოსტუმი ყველაფერი ერთად რო შეულიო იმ ზომის შარვალი აცვია და დგას ქუჩაში ესე და ბღერის და სხვა შორის ჯეკი რასაც გიტარით ახმოვანებდა ყოველთვის ხონდა ერთი 10 მეტრიანი ჯერკები ქონდა დაახლოებით ახლა წარმოიდგინეთ ანუ დაკვრის დროს არ მიყვარს დაბმული ძაღლივით რო ვარ რა იქვე დინამიკთან 2-3 მეტრიან კაბელით არ შემიძლია 10 მეტრიან ჯეკს ვიძახვიდა ესენი სუღადაობდნენ რომ ჩვენ რო მარჯანიშვილზე მღერით შენ აღმაშენებლის ბოლოში დგახარ ეგრე იყო და ვუკრავ საბა მღერი მე სხვაჯერ უცნობი სიმღერას ვარდი ჩვენებური სიმღერა იყო და ესე გოგოები ძალიან ბევრი გოგოები უმეტესად სვენელები გოგოები ყოდა ცეკვავენ ერთობიან ჩვენ ესე უკრავდილი თატრე ხასიათზე წამოდექი და საბაც ესე იმ საკაძის ხმალივით იქნებს ამ გიტარას ჩხეს ხარ მუხლებზე დადგება რაღაცა და გავხედე ახალგაზრდა ბიჭი მოდის ხო ეს გოგონები ცეკვავენ, ახალგაზრდა ბიჭი მოდის და უყურებს საბას. ხელზე უდევს ტორტი. ხელზე უდევს ესე ტორტი რა. და საბას შარვალს უყურებს. რა ცვია ვაბა. 2019 წელია. შარვალს უბი აქვს იატაკზე არ. ესე მოდის.
წამოკრაფე და ამ ტორტიანად ამოყიდავდა იქ ადგილზე და ეგ იყო ეგრევე შოთბონი დაკვრა ხო? რაო? და მივეყარი. ანუ ახლა სხვა ვიღაცა თუ სიცილით გაიგუდებოდა მაგ კადრის ხილვაზე, ჩვენ ძალიან შევედით ამ ბიჭის მდგომარეობაში და ავშალით და წავედით. შენი ბრალი იყო ყველაფერი და ძალიან მაგრა შესუხარ მდგომარეობაში, ავშალეთ და წავედით. მართლა ხო? იმისაგან მიეხმარ. მაგარი. აბა შენას მოყვევი. რავი, ალბათ კომენტარები რაც მახსენდება ყველაზე ძალიან სასაცილო. აბა ანუ მე კომენტარების გამო არასოდეს არ მინერვიული არა. აქედან დავიწყებ, მაგრამ ცოტა პირველი მაინც გამიჭირდა. პირველი ბულინგი #nobullying. ხო. მოკლედ ქეთა ციკლაურისთვის ვუკრავ ვდგავართ თბილისი გალერეის წინ. და როდესაც ეს აიტვირთა, მაშინ იყო ესეთი Facebook გვერდი ვალერი ქასოევი მართავდა, ძალიან კარგი ახალგაზრდა. თვითონ მიქონდა, ანუ არასოდეს მე არ მithოვია რომ ეს დაადედა რაღაც. ძალიან ბევრ გამომწერიანი ჯგუფი იყო და სხვათა შორის ბევრჯერ მოსულა და ლაივიც ჩაურთავს, როდესაც პერფორმანსებს მართავდით, თუნდაც მე და თორღვა რუსთაველის 16-ში. იმიტომ რომ იქ ძალიან მაგარი ამბები ხდებოდა იქ. კი ბატონო. პოეტები მოდიოდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, თორნიკე ნაროზაული და სხვა. ხო და ეს სიმღერა როდესაც ატვირთა და კომენტარები წავიკითხე, სიმღერას ჰქონდა საოცარი წარმატება, მიდიოდა მომღერლის ქება დიდება და ჩემი მიწასთან გასწორება. ვინ არის ეს უცხო ფრინველი? ყიზილ ბაშს გავს, რას გავს? ეს ჩემს ეს სომეხია საფარიანი და გვარი საფარელად აქვს გადაკეთებული. არა და მაისურაძე ვარ რეალურად საფარელი ფსევდონიმი. არა და საერთოდ მაინც არაფერ კავშირში რო არ არის საერთოდ. ასე ხო მეც მღერი ოღონდ აბაზანაში. ვინმე მგითხრა რომ მუსიკა შენი საქმეა. მოკლედ თუმცა ამ ყველაფრით აი მართლა ძალიან დიდი ადრენალინი და ის მივიღე, იმიტომ რომ ის რა? სიამოვნება. კი, იმიტომ რომ ადამიანები თავიანთ განცდებს ესე გამოხატავენ. ისაც როგორ გასაგებია, კარგით ბიჭებო, მეორე რაუნდისთვის საკმარისია. ეხლა გთხოვთ რომ დანაპირები სიმღერა შეასრულოთ და მე ვიტყვი ამ რაუნდის გამარჯვებულს. სიმღერა, რომელსაც 22 მილიონი ნახვა. გადასარევი და მშვენიერი, ნუ ეხლა ნამდვილად კარგი სიმღერაა, რა თუნდა საუბარი. აგერ 32 ნახვას კარგი კომენტარებიც ექნებოდა ხო ამ შემთხვევაში. 32 მილიონიან ნახვას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რატომ მაბედნიერებს ამ სიმღერის წარმატება. ისეთი ნახვებიც ხომ არსებობს, რომ აი რაც გამოიწვია მაგალითად უარყოფითმა კომენტარებმა და სიმღერას არ აქვს კრიტიკა. ასევე შეხვდებით ძალიან ბევრ არაქართულენოვან კომენტარს, სადაც წერენ რომ აი არ გვესმის რის შესახებ მღერით, მაგრამ საოცრად მსიამოვნებს. ასეთი შინაარსი არის ძალიან ბევრი. კარგით ბიჭებო, 100 ლარი უნდა გამეთამაშებინა და მოკლედ ეხლა გავაკეთებ 100 ლარს გადავცემ ჩვენს მეგობარს და კარგ ადამიანს, რომელიც რაც მაგან მოყვა, კაი ნაცვალებია. კი, ნამდვილად. ეკუთვნის ეხლა თუ კონკურსებზე მომღერლების დევნაში და თუ ისე. ახლა თავარი ამბავია, თავარი ნამდვილად რომ ესე იგი უნდა გადავიდეთ თავისუფალ თემაზე. თავისუფალი თემა რა ხდება ხა გეტყვით რომ რასაც თქვენ თვლით რომ ყველაზე საინტერესო ამბავია ან კარგი ანეკდოტია ეს უნდა მოყვეთ და მოდი რადგან თქვენ აიღეთ ეხლა 100 ლარი ეხლა თქვენ დაიწყეთ და თქვენ დაამთავრებთ მერე და მერე უკვე ორივე ერთად კიდე ერთ სიმღერას მოგთხოვთ და შესაბამისად დავასრულებთ გაცემას. აბა გისმენთ. ერთ-ერთ სერიოზულ კონცერტზე ვარ მიწვეული. ძალიან სერიოზული საზოგადოებაა, მერი, ქალაქის, მთავრობის წარმომადგენლები და ესეთი სასულიერო პირები და ძალიან სერიოზული კონცერტია. სადაც მე უნდა მიმღერო და საერთოდ როცა მივდივარ კონცერტებზე, ჩვენი მეგობარი ხმის რეჟისორი დაუშვათ დავყავს იქ რომ რაღაცა ყველაფერი კარგად იყოს და ნორმალურ პირობებში იყოს, მაგრამ იმ მომენტში იმ ადამიანს არ ეცალა და იძულებული გავხდი რომ აქ
იმ ხმის რეჟისორს გაიკეთებია ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირებით რა, ჩემს სიმღერასთან დაკავშირებით. ეხლა წარმადგინეს, გავედი სცენაზე და როგორ მაინც ამ სიმღერას ემთხვევა ესეთი რაღაცა, რომ ესე უნდა დავდგე, მიკროფონი უკვე მომზადებული მაქვს და ქარიშრიალი როა, ხო იცი? ქარიშრიალი და ეგრევე უნდა დავიწყო სიმღერა და ეს ქარიშრიალი უნდა დაიწყოს და რიგი სლოტებს თამაშობდა. სლოტებს თამაშობდა ამ სერიოზულ კონცერტზე. ეს გაეპარა. და მე გავდექი. უნდა აი ეს კოსტუმში შაროში რიგი. ვაიმე მე იქვე და აი ტელეფონში დავისავიან მქონდა რა. ხო, რა თქმა უნდა. აბა, შენ დამოყვე. მოკლედ 2 წლის წინ ხდება ეს ამბავი. გოგო მიყვარდა. და გოგო უყვარდა. ბებო არა, გოგო. ხაზგასმით. ხო და მოკლედ სახლში მიმიყვანა სურს რომ გამაცნოს მამა. და არ დაამთავრო, გამარჯვებული ხარ. შემიძლია აღარ გავაგრძელო ხო? ასე მიხვედი? არა. შევეცადე რომ ცბოდა ზედმიწევნით ქუთაისურად. აი მე დედა. ანუ გოგო მოიცა. სოლიდურად. მოიცა. გოგო გიყვარს და გოგოსაც გოგომ გითხრა, ხო, ნუ გასაკეთებია რომ მშობლები უნდა გაგაცნო და წაგიყვანა სახლში. კონკრეტულად მამა. მამა და წაგიყვანა სახლში. მიმიყვანა სახლში. ახლა მაინტერესებს. ნუ როგორც ხდება ხა რა თქმა უნდა თავაზიანად მიმიყო, დავსხედით და რაღაც კოსტუმი რა გაცვია, რა ჩაცმულა. შავები მაცვია, შავი როლინგი, შავი შარვალი, ოღონდ ნორმალური შარვალი და ფეხსაცმელიც ძალიან ისეთი, აი ნორმალური. სოლიდურად გამოვიყურები, შლიაპაც არ მახურავს, კეპი დავიხურე შავი. ხო და ნუ თავდაჯერებულად ვარ. რაღაც მომენტში გავედი და რო ბრუნდები მესმის ცხარე კამათი. ხო. არ გინდა მამა, ეხვეწე. რას გავს, რამ სიგრძე ცხვირი აქვს. არ გინდა ლამაზი შვილები გყავთ. მამა, საბას მარტო ცხვირი არ აქვს გრძელი და შემარგე მამა. გაგიჟდა კაცი, მოგდეს 200. ერთმანეთს ვასწრებდით და ასე დამღუპა და მომწყვიტა თავის ამოცდები. ეს ისტორია რო აღარ გაგრძელებულ ალბათ ყველა ხვდებით. აი მე დედა კარგი იყო, კარგი და პირდაპირ 200 ლარი შენ, ეგ არის რა. კარგი. აუ ის კაცი წარმოვიდგინე რა დღეში ჩავარდებოდა. მოკლედ თქვენ მოიგეთ, თქვენ ერთად მღერით, ერთად უკრავთ, ერთად იყავთ თანხას და ამ თანხის რა ვიცი, ხინკალი იქნება თუ რა ერთმანეთში გადახარჯვა არ გაგიჭირდებათ. მოკლედ ბიჭებო, ძალიან კარგი იყო, მინდა აღვნიშნო თქვენი იუმორი, რაღაცა უცნაურად ყვებით და თან კაია თვით ირონია მომეწონა. ასევე ჩემო მეგობარო, მაესტრო და მე მინდა რომ ჩვენ გადაცემისთვის დროის გამოყოფისთვის დიდი მადლობა გითხრათ, მიგულეთ თქვენს გვერდით თუ გექნებათ პრემიერა, თუ გექნებათ მე ყველანაირად შევეცდები ჩემ არაჩვეულებრივ იუმორისტებთან ერთად ჩვენი რომელიმე გადაცემა დაგითმოთ და თქვენი სიმღერა გავხადოთ, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის. დიდი მადლობა. ვასმენინოთ უпроцент პრემიერა შედგეს ჩვენ გადაცემა. დიდი მადლობა. მოდი მე ხლა ერთი კიდე გვიმღერეთ და დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს, ჩვენ კვირას შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა რომ ჩვენთან იყავით. თვარე ანათებ და თეთრად ახლა სევდი ანაწვიმს დამიბრუნდი ვიყოთ ერთად ლოდინი ღლის სევდა მე მატება მაგრამ სადგეძებო არ ვიცი შენი სურნელიდან დაბდევს ვერგელები მინდა ისევ მოგეფერო და გაგატყო მე
შეზებნაში ცრამთა გადავლახო უსასრულო სამყაროში რომ მოგნახო დაგეცე დრომიდის და შენზე ფიქრები სადაც უნდა იყო ყველგან გამოყვები ვიცი თავს გახსენებ ჩვენი ღამები ნებები ღამე გადის შენთან ერთად მინდა რომ დაიჯერო და ეს გაბზარული გული გამიმთელო არე ფერადება როცა ჩემთვის იღიმი მოდი გული გელოდება გამიფწინდი მინდა ისევ მოგეფერო და გაგათხო მე შეზებნაში ცრამთა გადავლახო უსასრულო სამყაროში რომ მოგნახო დაგეცე დრომიდის და შენზე ფიქრები სადაც უნდა იყო ყველგან გამოყვები ვიცი თავს გახსენებ ჩვენი ღამები ნებები სადაც გაიფარდა ჩვენი გრძნობები შორს ხარ ვერ გეფერები რა მოშველო ანგულს რომ მენატრები მინდა ისევ მოგეფერო და გაგათხო მე შეზებნაში ცრამთა გადავლახო უსასრულო სამყაროში რომ მოგნახო დაგეცე დრომიდის და შენზე ფიქრები სადაც უნდა იყო ყველგან გამოყვები ვიცი თავს გახსენებ ჩვენი ღამები ნებები